მოგესალმებით, მოდით ვისაუბროთ იმ უხილავ ძალებზე, რომლებიც ჩვენს გადაწყვეტილებებს წარმართავს. დღეს ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ნაშრომს, რობერტ ჩალდინის გავლენას ჩაუღრმავდებით. ჩვენ გავშიფრავთ იმ 6 მძლავრ პრინციპს, რომელიც ხშირად ჩვენგან სრულიად შეუმჩნევლად ჩვენს არჩევანს აკონტროლებს. აბა დაფიქრდით. ყოფილა შემთხვევა, რომ მაღაზიიდან გამოსულ ხართ ნივთით, რომლის ყიდვასაც საერთოდ არ აპირებდით. ან იქნებ ვინმე თხოვნაზე დათანხმებულ ხართ და მერე საკუთარი თავისთვის გიკითხავთ ერთი წამით, რატომ თქვი კი? თუ ეს თქვენთვის ნაცნობია, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. დამიჯერეთ, ეს შემთხვევითობა კი არა, სუფთა ფსიქოლოგიაა. დარწმუნებას თავისი მეცნიერება აქვს და დღეს ჩვენ სწორედ მის საიდუმლოებებს ჩაუღრმავდებით. კარგით, მოდით პირდაპირ საქმის არსზე გადავიდეთ. ჩალდინი ამას უწოდებს დააწკაპუნე და იგუგუნა რეაქციას. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ტვინს აქვს წინასწარ დაპროგრამებული მოკლე გზების ნაკრები. როდესაც კონკრეტული გამშვები მექანიზმი, ანუ წკაპი, გამოჩნდება, ჩვენი ავტომატური ქცევა გუგუნი სრულიად გაუცნობიერებლად ერთვება. იცით რა არის საინტერესო? ესენი ხარვეზები კი არ არის პირიქით. ეს მექანიზმები იმისთვის განვითარდა, რომ ამ რთულ სამყაროში გადაწყვეტილებების მიღებისას ძვირფასი მენტალური ენერგია დაგვეზოგა. მაშასე, ჩვენი დღევანდელი მარშრუტი 4 ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში გავარკვევთ თუ რატომ უყვარს ჩვენს ტვინს ავტოპილოტზე მუშაობა. შემდეგ ჩაუღრმავდებით დარწმუნების პრინციპებს, ჯერ სოციალურ წესებს, შემდეგ კი უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ ტრიგერებს და ბოლოს, რაც ალბათ ყველაზე მთავარია, ვისწავლით, როგორ ავაგოთ ჩვენი ცნობიერების ფარი, რომ ამ გავლენებს ჭკვიანურად გაუმკლავდეთ. დავიწყოთ პირველი ნაწილით. თქვენი ტვინი ავტოპილოტზე. რატომ ვართ ასე დამოკიდებულები ამ მენტალურ მოკლე გზებზე? რა ხდის ამ ავტომატურ რეაქციებს ასეთ ძლიერს? სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენი ტვინი უბრალოდ გადატვირთულია, სერიოზულად. ჩვენ ყოველდღიურად იმდენი ინფორმაციის და გადაწყვეტილების წინაშე ვდგებით, რომ ფიზიკურად შეუძლებელია თითოეული მათგანის დეტალურად გაანალიზება. სწორედ ამიტომ ეს ავტომატური მოკლე გზები, ეს შაბლონები გადარჩენისთვის გჭირდება. მაგრამ სად არის ხაფანგი? ზოგიერთმა ადამიანმა, რომელსაც ჩალდინი დათანხმების პროფესიონალებს უწოდებს, ზედმიწევნით ზუსტად იცის, რომელ ღილაკებს დააჭიროს, რომ ეს ჩვენი ავტოპილოტი საკუთარი სარგებლისთვის აამუშაოს. კარგით. ახლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. ნახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში. ვიწყებთ იმ პრინციპების განხილვას, რომლებიც ჩვენს ყველაზე ღრმა, ფუნდამენტურ სოციალურ ინსტინქტებს ეხება. დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პრინციპით, ურთიერთგაცვლით. ხომ იცით, ეს გრძნობა, ის ღრმად გამჟდარი, თითქმის დაუძლეველი ვალდებულება, რომ სამაგიერო გადაუხადო, როცა ვინმე პირველი გიკეთებს სიკეთეს. ეს არ არის უბრალოდ თავაზიანობა. ეს პრინციპი ფაქტობრივად საზოგადოების საფუძველია. ის გვეხმარება რესურსების გაცვლაში, დობის აგებაში, სოციალური კავშირების დამყარებაში. ჩვენ უბრალოდ ვალდებულად გრძნობთ თავს, რომ დავაბრუნოთ საჩუქრები, კეთილგანწყობა თუ დათმობები. და ეს ვალდებულების გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ხშირად იმაზე მეტსაც კი ვაბრუნებთ, ვიდრე თავიდან მივიღეთ. აბა როგორ იყენებენ ამას? სუპერმარკეტში უფასო ნიმუში კლასიკური მაგალითია. ის ქმნის პაწაწინა ვალს, რომლის გადახდასაც პროდუქტის ყიდვით ცდილობთ, მაგრამ არსებობს ბევრად უფრო ეშმაკური ტექნიკაც. წარმოიდგინეთ, ვიღაც გთხოვთ რაღაც უზარმაზარს და არარეალურს. თქვენ, რა თქმა უნდა, უარს ეუბნებით. შემდეგ ის ბრუნდება ბევრად უფრო მცირე თხოვნით, სწორედ იმით, რაც თავიდანვე უნდოდა. რადგან მან თითქოს დათმო, თქვენ გიჩნდებათ უძლიერესი სურვილი, რომ საპასუხოდ თქვენს დათმოთ და დათანხმდეთ. აი ასე მარტივად. შემდეგი პრინციპი პირდაპირ ჩვენს ჯოგურ ინსტინქტს უკავშირდება. დაფიქრდით, როდესაც არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რას ვაკეთებთ პირველ რიგში? დიახ, ვიყურებით გარშემო, რომ ვნახოთ, რას აკეთებს ყველა სხვა. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ხშირად ბრბო ხდება ჩვენი მეგზური. განსაკუთრებით მაშინ, როცა სიტუაცია გაურკვეველია, ჩვენ უბრალოდ სხვებს ვუყურებთ და ვფიქრობთ, თუ ამდენი ადამიანი ამას აკეთებს, ესე იგი სწორია. ფაქტობრივად ჩვენი გადაწყვეტილების მიღებას მასას ვანდობთ. გახსოვთ ძველ სიტკომებში კადრს მიღმა სიცილი? ის იქ გასართობად არ არის. ეს არის პირდაპირი სოციალური სიგნალი, რომელიც გეუბნებათ. ეს სასაცილოა, ახლა უნდა გაიცინო. ზუსტად იგივე პრინციპით მუშაობს მარკეტინგული სლოგანები, როგორიცაა შეუერთი მილიონობით კმაყოფილ მომხმარებელს. ეს არის ძლიერი მესიჯი, რომ ამ პროდუქტის არჩევა უსაფრთხო უკვე დადასტურებული გადაწყვეტილებაა. შემდეგი პრინციპი მატყუარად მარტივია, მაგრამ წარმოუდგენელად ძლიერი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ბევრად უფრო ხშირად ვამბობთ კის იმ ადამიანებსაც ვიცნობთ და რომლებიც მოგწონს. სულ ეს არის. მაგრამ აი საქმე რაშია? აქ საუბარი მხოლოდ ნამდვილ მეგობრობაზე არ არის. ამ სიმპათიის ხელოვნურად შექმნა შესაძლებელია. არსებობს კონკრეტული ფსიქოლოგიური ტრიგერები, რომლებსაც შეუძლიათ თითქმის მომენტალურად მოგვაწონონ ადამიანი, თუნდაც სრულიად უცხრო. მაშ, რა არის ეს ტრიგერები? პირველი, ფიზიკური მიმზიდველობა.
ჩვენ გვაქვს ეს უცნაური მიკერძოება, შარავანდედის ეფექტი, როცა ავტომატურად ვფიქრობთ, რომ ლამაზი ადამიანები უფრო ჭკვიანები, კეთილები და პატიოსნები არიან. მეორე, მსგავსება. ჩვენ მომენტალურად ვეწყობით ადამიანებს, რომლებიც რაღაცით გვგვანან. და მესამე, კომპლიმენტები. ჩვენ უბრალოდ ვდნებით ქებისგან. მაშინაც კი, როცა ტვინის პატარა ნაწილი გვეუბნება, რომ ეს შეიძლება პირფერობაა, ის მაინც მუშაობს. საოცარია არა? კარგით, მოდით გადავიდეთ პრინციპების შემდეგ ჯგუფზე. ახლა ჩვენ ჩაუღრმავდებით იმ ტრიგერებს, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს პირად ღირებულებებსა და კოგნიტურ მიკერძოებებს ეხება. ჩვენ ყველას გვაქვს ძალიან ღრმა სურვილი, რომ ვიყოთ და სხვების თვალშიც გამომჩნდეთ თანმიმდევრულ ადამიანებად. ერთხელ თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას ან დავაფიქსირებთ პოზიციას, შემდეგ უკვე უდიდეს შინაგან წნეხს გრძნობთ, რომ ამ არჩევანის ერთგულები დარჩეთ. ამის კლასიკური მაგალითია ფეხი კარში ტექნიკა. ყველაფერი იწყება ძალიან მცირე მარტივი თხოვნით. მაგალითად, ხომ არ მოაწერთ ხელს ამ პეტიციას. როგორც კი თქვენ კი სიტყვით, თქვენ ფაქიზად განსაზღვრავთ საკუთარ თავს, როგორც ამ საქმის მხარდამჭერს. ერთი კვირის შემდეგ კი მოდის ნამდვილი, უფრო დიდი თხოვნა, მაგალითად, შემოწირულობა. და რადგან გსურთ, რომ თქვენს თავდაპირველ ვალდებულებას არ უღალატოთ, ახლა ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ისევ დათანხმდეთ. კარგი, შემდეგი პრინციპი საკმაოდ ძლიერი და გულახდილად რომ ვთქვათ, ცოტა სახიფათოც კია. ეს არის ჩვენი თითქმის ავტომატური მიდრეკილება ბრმად დავემორჩილოთ ავტორიტეტულ ფიგურებს. ჩვენ ბავშვობიდან ვართ მიჩვეული ავტორიტეტის პატივისცემას, მაგრამ ხშირად ჩვენ ვრეაგირებთ არა რეალურ ავტორიტეტზე, არამედ მის სიმბოლოებზე. დაფიქრდით, ექიმის თეთრი ხალათი, ძვირად ღირებული კოსტუმი, პრესტიჟული სამსახურის წოდება. ხშირად ეს ატრიბუტები სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გამორთოთ ჩვენი კრიტიკული აზროვნება და უბრალოდ დავემორჩილოთ. ამიტომ ყოველთვის უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, როდესაც ავტორიტეტის წინაშე ვდგავართ, ვემორჩილებით რეალურ ცოდნას და გამოცდილებას, თუ უბრალოდ კარგად შერჩეულ კოსტიუმს ვენდობით. და ბოლოს, მეექვსე პრინციპი, დეფიციტი. ეს პრინციპი უზარმაზარია. მისი არსი ისაა, რომ რაღაცის დაკარგვის შიში გაცილებით ძლიერი მოტივატორია, ვიდრე რაღაცის მიღების სურვილი. ეს არის ფუნდამენტური ხარვეზი ჩვენს ფსიქოლოგიურ სისტემაში. ჩვენთვის შესაძლებლობები ბევრად უფრო ღირებული ხდება, როდესაც ისინი ნაკლებად ხელმისაწვდომია. რაღაცის ხელიდან გაშვების, სამუდამოდ დაკარგვის შიში. ეს ბევრად უფრო ძლიერ ემოციურ რეაქციას იწვევს, ვიდრე რაიმეს შეძენის უბრალო სურვილი. და მარკეტოლოგებმა ეს ზეპირად იციან. აქცია მთავრდება დღეს, დარჩენილია მხოლოდ 2 ცალი. ექსკლუზიური შეთავაზება მხოლოდ წევრებისთვის. ყველა ეს ფრაზა ქმნის სასწრაფო მოქმედების პანიკის განცდას, რომელიც თიშავს ჩვენს რაციონალურ აზროვნებას და გვიბიძგებს ვიმოქმედოთ ახლავე. და აი, მივედით ბოლო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილამდე. ამდენი მძლავრი პრინციპი განვიხილეთ. თავარი კითხვა: რა ვქნათ, როგორ დავიცათ თავი? აი ჩალდინის მთავარი გზავნილი. თქვენ ვერ აღმოფხვრით ამ პრინციპებს. ისინი ჩვენში გადარჩენისთვის არიან ჩაბეჭდილი. ამიტომ თქვენი უდიდესი დაცვა მათთან ბრძოლა კი არა, მათი გაცნობიერება. მიზანია ისწავლოთ იმ შინაგანი გრძნობის, დათანხმების იმ უეცარი წნეხის ამოცნობა. გაჩერდით და ჰკითხვით საკუთარ თავს. ერთი წამით, ეს ლოგიკური არჩევანია, თუ უბრალოდ ვრეაგირებ დეფიციტის ტრიგერზე, ან იქნებ ავტორიტეტის სიმბოლოზე? და აი ამ კითხვით მინდა დაგდოვოთ. შემდეგ ჯერზე, როდესაც იგრძნობთ იმ უეცარ, ძლიერ სურვილს, რომ თქვათ კი, ერთი წამით შეჩერდით, ამოისუნთქეთ და დაფიქრდით, სინამდვილეში ვინ აჭერს ღილაკს.